სოფელში ყოველთვის ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. იმდენად ბევრი, რომ 2 დღეს საერთოდ არაფერში არ ყოფნის. რახან შუქი ჩაქრა, გადაწყდა ეზოს დალაგება. წინა დღეს საოცარი ქარიშხალი დაგვატყდა. ეს ყველაფერი ამოყრილი იყო, ის ბატუჩი რაც არის ყველაფერი ამოყრილი იყო. ახლა ამ ბალახს ბიჭები გაასუფთავებ. პალეტის ავეჯს გადავდგამთ იქეთ. გაზაფხულის მზიან დღეებს თედი ჰამაკში ეფიცხებოდა და ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ქონდა, როცა აღმოვაჩინე, რომ ქანაობის ეს ჩაეძინა. როგორც იქნა ბიჭებმა ჩამოიტანეს ზემოდან ეს ფრაქცია და მრგვალი ფორმა მივეცა. ეს მინდვრის წრუწუნების მტერით კი ასე შემოსკუპებული კაკლის ხეზე გულშემატკივრობს ბიჭებს. როგორც კი ეს კაკალი აყვავდება, აქ საოცარი პატარა მოსაჯდომის სივრცე გაკეთდება. ეს სანათი კი ჩემმა ქმარმა დააპატენტა და მის საკუთრებას წარმოადგენს. მოკლედ როგორც იქნა დავასრულეთ და მე მგონი კარგი გამოგვივიდა. ბალიშები გვაკლია, რომელსაც ზაფხულში შევუკვეთავთ. თქვენ ალბათ იფიქრეთ, რომ მე საქმე არ მქონდა, თუმცა მე შიდა პერიმეტრის დალაგებით ვიყავი დაკავებული. ნელ-ნელა უკვე ზაფხულის არდადეგებისთვის ვემზადებით და სახლი კარგად უნდა დალაგდეს. მაგრამ ამასობაში როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს ძალიან მოგვშივდა და რაღაც სასწრაფოდ უნდა მომემზადებინა. როგორც ხედავთ, არაფრის დრო არ მქონდა და მშველელად მომევლინა ფირმა იტალიას პასტა. ამ შემთხვევაში არჩევანი გავაკეთეთ მაკეჩის. ფონზე კი დალაგება ბევრად უფრო სასიამოვნოა. მით უმეტეს, როცა კარგ მოგონებას უკავშირდება ეს მუსიკა. სადილის მოსამზადებლად კი ზუსტად 10 წუთი მქონდა, რომელიც სავსებით საკმარისია ფირმა იტალიას მაკეჩიზისთვის. პაკეტის სრული შიგთავსი მოვათავსოთ უკვე ადუღებულ წყალში და დაახლოებით 7-დან 10 წუთამდე დაგვჭირდება, რომ ეს საოცარი კერძი მოვამზადოთ. ეს არის ჩემი დატვირთული დღეების ნამდვილი გადამრჩენელი. ჩვენ კი ყველაფერი დავასრულეთ, დავალაგეთ და ახლა მზად ვართ დავისვენოთ.